ვინ არის ადამიანი, ვინც მოახდინა გავლენა, აი გარდატეხა შენზე? პროფესიაში. პროფესიულ ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა ზაზა შენგელია. ზაზა არის ჩემი გურუ. შემიძლია ვთქვა. პირველი საავტორო გადაცემა პირველ არხზე როცა დავიწყე, ეგ იყო ზაზას დირექტორობის პერიოდში, რომელმაც წარმოუდგენელი შეძლო რა, ძალიან დიდი რეფორმები მტკივნეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი რეფორმები გააკეთა და თაობათა ჩანაცვლება მოუხდა, მტკივნეული იყო ეს პროცესი, რასაკვირველია და ზაზას დროს დავიწყე, ორი ადამიანი არის დაკავშირებული ჩემს პროფესიულ წარმატებასთან, ერთი ეს არის რა თქმა უნდა ზაზა, რომლის აზრით სულ მაინტერესებს დღემდე. აი, სულ ჩემი დირექტორი მგონია, გარდა იმისა, რომ მეგობარია. ანუ ის რომ დამირეკავს და ვთქვათ, ან მეტყვის, რომ ეს ჩემი აზრით ესე კი არა, ესე ან თუ დამირეკავს და მეტყვის, რომ რაღაცა ძალიან კარგი იყო, იცი როგორ მიხარია, როგორც აი პირველი პატარა რო ვიყავი და პირველი გადაცემა და მეორე იყო ლევან ყუბანეიშვილი, რომელიც იყო მაშინ საინფორმაციო ხელმძღვანელი იყო და აი ესე პირდაპირ დაინახეს რა ჩემში რესურსი და მომანდეს, წარმოიდგინე ხა მაშინდელ პირველ არხზე ყოველდღიური საავტორო გადაცემა. მაგრამ დღემდე ჩემთვის ადამიანი, რომელიც აი რო იტყვიან, რომ აი შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი აქვს ნათამაშები პროფესიულ ცხოვრებაში, ეს არის ზაზა. და დღემდე სულ მაინტერესებს ის, რას ფიქრობს, როცა რამეს ვაკეთებ. და აქ საინტერესო იცი რა არის ეკა? ხო, იყო ესეთი დამკვიდრებული აზრი, რომ შანსი არაა ტელევიზიაში მოხვდე, წარმატებას მიაღწიო, თუ ვინმე არ თუ არ ყავს პატრონი. აი მე არ ვიცნობდი, აი ეს არც ზაზას, არც ლევანს, ანუ არავინ არ ყოფილა ჩემი ამხანაგი ჩემი მეგობარი, სრულიად უცნობი ადამიანი შეათვალიერეს და შეარჩიეს რა რაღაც კონკრეტული თოქ-შოუსთვის რა თავის დროს. შენით შეუვარდი ხო? და აი ჩემი ცხოვრება მაგას ამტკიცებს. არას აი პატრონი თუ არ ყავს, ხო? ეს ხო ძალიან დამკვიდრებული იყო განსაკუთრებით მე როცა ვიწყე. არასოდეს არ მყოლია პატრონი და ყველა მითამაშა ძალიან დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც მე მიმუშავია. წარმოუდგენლად დიდი როლი, იმიტომ რომ ყველასგან აი ამ საწყის ეტაპზე ვისთანაც კი ბედნიერება იყო გიორგი თარგამაძე როცა იყო ჩემი ხელმძღვანელი. ეს იყო წარმოუდგენელი კომფორტი, იმიტომ რომ სიცოცხლეში არ მახსენდება, რომ რამეში ჩარეულიყო. შეიძლება რამეში არ მეთანხმებოდა, მაგრამ აი ეს ზაზა შენგელიამ უბრალოდ მიმაჩნია, რომ შემქმნა. როგორც ტელესახე, ძალიან ბევრი შანსი მომცა, ძალიან ბევრი შეცდომა მაპატია. ჩვენ ვხოცავდით ხოლმე ერთმანეთს, აი ალბათ თუ უყურებს გაეცინება. იცი როგორი ჩხუბები გქონია? ოღონდ არასოდეს ამ ჩხუბის დროს არ მიფიქრია, რომ ეხა მივყრი ყველაფერს და წავალ. აი ეს რა უცნაური, ეხა დღეს რომ ეგეთი კონფლიქტები მქონდეს ვიღაც ჩემს ხელმძღვანელთან, გამოიხურავ კარს. ნამდვილად დავყრი ყველაფერს და წავალ. და აი რა უცნაური ურთიერთობა იყო, ანუ ეთყობა პროფესიული იყო, რომ არასოდეს, ოღონდ ხოცავდით ერთმანეთს. ეხა მე ძალიან მწვავე მქონდა გადაცემები პირველ არხზე, რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ნუ რასაკვირველია, ხა ზაზას მქონდა მცდელობები პატარ-პატარა, რომ ცოტა დაუწიე, ცოტა და რაღაცებზე სუჩხუბობთ, მაგრამ დღეს რო ვფიქრობ, მართალი იყო? აი მაგალითად უყურე, გვიჩხუბია როგორ რაღაცებზე, იცი? ანუ პატარა ვიყავი და ამას ვერ ხვდები. მაგალითად გვიჩხუბია, რომ იწყებოდა დიდი საერთაშორისო პროექტები. აი ბაქო ჯეიჰანის პროექტი. წარმოიდგინე ხა, დღეს რაც არის პრობლემა ამ ქვეყანაში, რომ უდიდესი საერთაშორისო პროექტების ნაწილი ხდება შენი ქვეყანა და ზაზა გეუნება, რომ ინგა ეს გასაკეთებელია და მე ვეუნები, რომ ვაიმე ზაზა საკრებულოში ხოცავენ ერთმანეთს ზვიაძიძიგური და ვიღაცა რაღაც განცხადებებს აკეთებენ და აი ამ დროს ტიპი გეუნება, რომ გოგო შეხვდები სადა შენი ქვეყანა ეხა რა პროექტში ერთვებად აი ეგეთი ტიპის ჩხუბები რა საქმეა უფრო მნიშვნელოვანი ეხა რომ უყვირდები ანუ მაშინ რა პროექტებზე საუბრობდით ვაშუქებდით და ეხლა რაზე ვლაპარაკობ აი შოქში ვარ ეს იყო
ეს იყო წარმოუდგენელი ეტაპი ქვეყნის განვითარებისთვისაც, რომ იწყებოდა ამ ქვეყნის ინტეგრაცია, რა, პირდაპირ, გამოკვეთილი დასავლეთისკენ. ჩვენი თაობის ჟურნალისტების ოქროს ხანა, იმიტომ რომ არნახული თავისუფლება ქონდა და დღევანდელი გადასახედიდან გული მწყდება.